ამ წუთებში უროლოგიის ცენტრში, სადაც კლინიკის მთელი ტერიტორია საპოლიციო ძალების ალყაშია, სამართალდამცველების გამოძახება კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 23 წლის ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრები კლინიკის პერსონალს დაუპირისპირდნენ და სამედიცინო ინვენტარის დაზიანება გახდეს. ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სწორედ მედიკოსების დაუდევრობამ გამოიწვია 23 წლის გოგოს გარდაცვალება, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გეგმიური ოპერაციის მიზნით შემოიყვანეს. შესაბამისად, გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები ითხოვენ შესაბამის პასუხისგებაში მიცემას იმ მედიკოსების, რომლებიც ოპერაციის პროცესში იყვნენ ჩართულები. ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრები ამტკიცებენ იმას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წინასწარ ჩაუტარეს მედიკოსებმა ყველა საჭირო ანალიზი, რის შედეგადაც უკვე დაიგეგმა ოპერაცია. ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი გართულება ამ ოპერაციას არ მოყვებოდა, თუმცა ჩატარებული ოპერაციის შემდგომ 23 წლის გოგო კლინიკაში რამდენიმე დღის შემდგომ გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდგომ მოვიდნენ აქ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები, რომლებიც კონკრეტულ კითხვებზე ითხოვენ პასუხებს, ითხოვენ იმ ექიმთან შეხვედრას, რომელმაც ჩაატარა ოპერაცია, თუმცა ამ დროის განმავლობაში ექიმი არ გამოჩენილა მთელს ტერიტორიაზე. ერთადერთი, ვინც ოჯახის წევრებს ესაუბრება, ეს არის კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ელოდებიან შესაბამის ექსპერტიზის დასკვნას და სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი თუ რა გახდა 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი. ამ დრომდე რჩები ამ ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, პოლიციის წარმომადგენლები, ასევე გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები, რომლებიც ელოდებიან ამ პერიოდის განმავლობაში კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქ უკიდურესად იყო ვითარება დაძაბული, რადგან 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები თავდაპირველად დაუპირისპირდნენ პერსონალს, ამის შემდგომ ჩაამსხვრიეს მინების წადეს სამედიცინო ინვენტარის დაზიანება, თუმცა პერიმეტრზე რაც საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ, სწორედ ამის შემდგომ აქ ვითარება არის უკვე მშვიდი, თუმცა ოჯახი ამ დრომდე რჩება კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელოდებიან სწორედ იმ ექიმის გამოჩენას, რომლის ოპერაციის შემდეგაც 23 წლის გოგო ოპერაციიდან რამდენიმე დღეში კლინიკაში გარდაიცვალა. Semi dalgve ananes, ananes semi dalgve. Rogordane be tabii ki tıklayse kimi. Sadanis, sadanis. Movides, movides, basukes. Rogordam, bavshi be basukes ეხლათ movides. არ არის საშიში არაფერია, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. ეხლა შეიყვანა ოპერაციაზე. მეორე დღეს დაურეგა, ყველაფერი მოწესრიგებულია, ყველაფერი ნორმალურიაო და 4 საათზე დაურეგა, ძალიან ცუდად გახდა, უკვე ეშინიე გაუშვა იქით სავატყობში. წევს იქ ბავში და რანაირად დავდოვეთ და რანაირად მივიღოთ ბავში. როგორი იყო გავგიჟდე რომ ნახე. ეს ანალიზები გააკეთა და ინფექციას ვერ დაინახა. მერე რის ექიმია რატომ მუშაობ? უთხარი თუ ლაზერით საშიში იქნება ჩვეულებრივი ოპერაცია გავაკეთო. არა, არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივიაო. რატო დაიღუპა ეს ბავში თუ ყველაფერი ჩვეულებრივი იყო? 23 წლის ბავში უცებ არაფრის გამო ვიდეოებია გადაღებული. სიცილით, ხუმრობით, კაი ხასიათზე თავისი ფეხებით მოვიდა. ოპერაციას გააკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავში. ბოლომდენ ძავალ, ბოლომდენ. თუ აქ ვერ მიმხედავენ არა, ძავალ აზერბაიჯანში, თურქეთში, იქიდანაც მოიყვან. ყველაფერი უნდა გავაკეთო, გავარგიო. სანამ ის ექიმი ცხეში წაიждდება, მანამდე მე ვეღარაფერი გავანებებ. აქ ვინცა მუშაობს, იმათთან პრობლემა არ მაქვს. პრობლემა მაქვს მე ალექსანდრასთან. მოვიდეს მე პასუხეს, როგორ მომკლეს. ის ფული როგორ უნდა აწამოს თავის ბავშვებს. პირველებს რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით კლინიკის ხელმძღვანელობას, რომლებიც ამბობენ, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თავადვე მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რა გახდა 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი და შესაბამისად ახლა მედიკოსები ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ გახდება ცნობილი თუ რატომ გარდაიცვალა 23 წლის გოგო ოპერაციიდან რამდენიმე დღეში. მედიკოსები ამბობენ, რომ ისინი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებენ იმ მედპერსონალის, რომელმაც ჩაატარა ეს ოპერაცია, თუმცა მათთვის ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ რაც შეიძლება მალე დაადგინოს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ რა გახდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი.
23 წლის ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარტკენჭოვანი დაავადების გამო ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარტკენჭოვანი დაავადების მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ესეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 4 ხაზს. იმ დღესაც თუ არ ვცდები 3 ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის დროს არ ყოფილა სიზღლდენა და ოპერაციის მეორე დღეს განვითარდა ეგრეთ წოდებული ჰემორიზულ ურეებიული სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის მწვავე უკმარისობას და ღვიძლის მწვავე უკმარისობის გამოვლინდა. რის გამოც გადაწყდა მის პოლიპროფილურ დაწესებულებაში ინგორყოს კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება არ არის ჩვენთვის დადგენილი. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები, მათი ახლობლები და პოლიციელები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. დილიდად განსაკუთრებული მობილიზება ამ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრები გამოჩნდნენ ტერიტორიაზე, ისინი ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში სწორედ ამ ტერიტორიაზე დარჩებიან, იქამდე სანამ ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, კონკრეტულ კითხვებს პასუხებს არ გასცემს.